Ukraine has been at the heart of many discussions. გასული დღეების განმავლობაში უკრაინა მრავალი განხილვის საგანი იყო. ნებისმიერი სანდო და მდგრადი სამშვიდობო გეგმა უპირველეს ყოვლისა უნდა აჩერებდეს მკვლელობებს და ამთავრებდეს ომს, ისე რომ მომავალი კონფლიქტის თავიდან აცილებაც იყოს შესაძლებელი. ჩვენ შევთანხმდით სამართლიანი, მდგრადი მშვიდობისა და უკრაინის სუვერენიტეტისთვის აუცილებელ ძირითად პრინციპებზე. მინდა სამი მათგანი გამოვყო. პირველი, საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს ძალის გამოყენებით. მეორე, როგორც სუვერენული ერი, არ შეიძლება უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე არსებობდეს შეზღუდვები. ეს ქვეყანას მომავალი თავდასხმების მიმართ დაუცველს გახდეს, რაც ასევე საფრთხეს შეუქმნის ევროპულ უსაფრთხოებას. მესამე, სრულად უნდა აისახოს ევროკავშირის დამოკიდებულება უკრაინისთვის მშვიდობის უზრუნველყოფაში. უკრაინას უნდა ჰქონდეს თავისუფლება და სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი ბედი. მათ აირჩიეს ევროპული მომავალი. ეს იწყება ქვეყნის რეკონსტრუქციით, მისი ინტეგრაციით ჩვენს ერთიან ბაზარზე და ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში და საბოლოოდ ჩვენს კავშირში გაწევრებამდე.